შემოსავლების სამსახურიდან უკრაინულმა დელეგაციამ ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლა. რეფორმები ეკონომიკის სფეროში და ინვესტიციების მოზიდვის გზები დელეგაციის თავმჯდომარე ვერა ქობალიასთან ერთად განიხილა. იმისათვის, რომ უკრაინულმა ბიზნესმენებმა ქართული ბიზნეს გარემო უკეთ გაიცნონ, მალე შესაძლოა ქართულ-უკრაინული ფორუმი ჩატარდეს. ამ ინიციატივით დღეს ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა. უკრაინულ დელეგაციასთან ერთად გავიარეთ ეკონომიკური რეფორმები, რომელიც ჩატარდა საქართველოში და რომელიც გრძელდება საქართველოში. ძალიან დაინტერესებული არიან თუ როგორ ჩატარდა ეს რეფორმები, რა გვაქვს დაგეგმილი მომავალში, საინვესტიციო სააგენტო საქართველოში როგორ მუშაობს, როგორ მუშაობთ ინვესტორებთან, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში. ასევე გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივი ფორუმი შევქმნათ, უკრაინულ-ქართული ფორუმი, რადგან მოვიწვიოთ უფრო მეტი ინვესტორი უკრაინიდან საქართველოში. გვაინტერესებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები, ასევე ვისაუბრეთ უკრაინას საქართველოს შორის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ თქვენი დელეგაცია გვესტუმრება უკრაინაში და ბევრად მეტი ინვესტიციები განხორციელდება საქართველოში, ვიდრე ეს აქამდე იყო.